მამუკა მახარაძე, ELT ჯგუფის გენერალური დირექტორი. გამარჯობა, ძალიან სასიამოვნო რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან. მოგესალმებით, პირიქით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. დღეს ჩვენ არაერთ რესპონდენტთან ვისაუბრეთ უკვე ამ თემაზე და მინდა რომ ისევ იგივე ჭრილში გავაგზავნო საუბარი. პირველი კითხვა, რაცაც ძირითადად ყველას ვეკითხები, არის რომ ყველას რაღაც თავისი საქმე აქვს, რაღაცა ბიზნესის გამოცდილება კონკრეტული კომპანიის წარმომადგენელია და ასე შემდეგ. თქვენს ანალოგიურად თქვენ ბიზნეს მართავთ და მაინტერესებს უშუალოდ აი ამ კუთხით, აი ამ ჭრილში რა როლი აქვს ნეტვორკინგს, კავშირებს, თუნდაც წარმატებისთვის და თუნდაც პირადი ურთიერთობებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო კითხვისთვის, ოღონდ იმენად გლობალური კითხვა, რომ ალბათ ფართოდ უნდა გავშალოთ და ქვეკითხვებიც გვექნება, როგორც საუბრით ეს ათლეში თავხდებით ამაზე. მოკლედ გეტყვით, ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ ვართ ELT ჯგუფი, ალბათ სტანდარტული და შაბლონური განმარტება, რომელიც შეიძლება ჩვენს ვებ-გვერდზე წაიკითხოთ, ესე განაცხადი, როგორც არის, ჩვენ ვართ ELT ჯგუფი, რომელიც 8 წელზე მეტია საქმიანობთ ამ სფეროში, ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსებს, აპართ-ჰოტელებს, სასტუმროებს და ასე შემდეგ. მაგრამ მე გეტყვით, რომ ამაზე მთავარს ვქვნით და ამაზე მთავარს ვაკეთებთ. ჩვენ ადამიანურ ურთიერთობებს ვქვნით და ამაზე ვაშენებთ შემდგომ ყველაფერს. ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში ალბათ ეს სამშენებლო დეველოპმენტის სხვა არ იქნება ჩვენ სფეროში ვინც მოღვაწეობს, მათთვის ჩვენ ახლა ვისაუბროთ მაღალმარკიან ბეტონზე, რაღაც მდგრად არმატურაზე და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვერცეთი მაღალმარკიანი ბეტონი ან ვერცეთი საზომი ერთეული ვერ შეედრება იმ ნდობას, რომელიც ადამიანური ურთიერთობებით იქმნება და თვითონი ჩვენი აშენებული საცხოვრისი კომპლექსი ზუსტად ამით არის გამორჩეული. თუ ადამიანები როგორ ურთიერთობენ იქ, როგორ ქმნიან საკუთარ ისტორიებს. თვითონის თანაშრომლებიც იქ საქმიანობს არა ვინც ცხოვრობს ან იცხოვრებს. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება და ყველაზე მტკიცე და ყველაზე ღრმა საძირკველი, რომელზეც შენდება შემდგომ ყველაფერი. ლამაზი არქიტექტურის, გამორჩეული დიზაინის, მრავალფეროვანი ვიზუალების მქონე კომპლექსები, რომელთაც ჩვენ ნამდვილად გამოვირჩევით, ამას არ უარყოთ. ამის მიღმა და ამასთან ერთად პარალელურად ვქნით ამ ღირებულებებს, რასაც ადამიანური ურთიერთობები ქვია და ალბათ ჩვენი აკოპნა, ამიტომ აღარ უნდა გაგიკვირდეთ აქ ამ ღონისძიებას. რამაც მოგვიყვანა აქ და შეგვიძლია მარტივადაც გითხრათ, რომ როდესაც პირველად გაჟღერდა, რომ ჩვენ აქ მიგვიღო მონაწილეობა თან გენერალური პარტნიორის რანგში და არა უბრალოდ მხარდამჭერის რანგში, იცით პასუხს რამდენი დრო დაგჭირდა, რომ გაგვეცა? აი რამდენის ტელეფონის მიღმა შეგლოთ კისრმაში დაგხარჯულდათ, ხოლო ეს რო წაიღო არც კი დავფიქრებულ ვართ, მაშინვე დასტური განვაცხადეთ, იმიტომ რომ დიახ ჩვენი თავარი განაცხადი ზუსტად ეს არის, რომ პიროვნული ზრდას და განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია და ნეტვორკინგი ჩვენთვის ალბათ პირველ რიგში ეს არის. პიროვნული ზრდა და განვითარება, რომელთან ერთად ხელს ეს არ უშლის ბიზნესის განვითარებასა და გაღრმავებას. ძალიან საინტერესო დეტალი ახსენეთ და მე სხვათა შორის სამშენებლო ბიზნეს მიმართულებით ხშირად გამიგია ხოლმე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ბინას ყიდულობს, აი სამეზობლოს და აი ძალიან ბევრ აი მაგნაცს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და აი ეგ წინასწარ აი ძალიან საინტერესოა თქვენი განმოსახედიდან აი თქვენ ხო არ ქმნით ამას, ანუ ეს ადამიანები ქმნიან ამ კომუნას, ესე რომ ვთქვათ, აი რა გამოცდილება არის ეს, როგორ აკეთებთ ამის კომუნიკაციას, ან როგორ იქნება თქვენს ინდუსტრიაში აი ეს ნეტვორკი, ესე რომ დავარქვათ. ეგ ისეთი კითხვა, რომელზეც თქვენ თან გეთანხმებით და თან ვერ გეთანხმებით. იმიტომ რომ წინაპირობას ჩვენ ვქვნით, რომ ადამიანებმა საკუთარი ისტორიები შექმნან. და რას გულისხმობთ? კომპანიამ თავისივე საქმიანობის პირველივე წლებიდანვე, პირველივე ნაბიჯების გადადგმა როდესაც დაიწყო, თქვა რომ ჩვენ უბრალოდ საცხოვრებელ კომპლექსებს და კორპუსებს არ ვაშენებთ. ჩვენ აქ ვქმნით ურთიერთობებს და ვაყალიბებთ ჯანსაღ ემოციებს. არქიტექტურულად როგორ აისახა, ხო შეიძლება ვკითხოთ, ეს ძალიან ესეთ ფიგურალური გამონათქვამია, აი როგორ ჩვენ დავიწყეთ ELT კვარტალის გაშენება, უბრალოდ საცხოვრებელი კორპუსის კი არა, აი კვარტალური განვითარების კუთხით წავით, სადაც ყველაფერია თავმოყრილი. აი ნებისმიერ მაცხოვრებელზე მორგებული მის საჭიროებისათვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა. თქვენ გინახავთ ტერასებზე გოლფის მოედნები. ეს იყო ტერასებზე აუზები, ტერასებზე ჯაკუზები, ტერასებზე სავარჯიშო სივრცეები. ეს ხო ჩვენ შევქმნით ეს ინფრასტრუქტურა მათთვის, რომ
ყოფილიყო ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები, ადამიანებს ერთმანეთის გაცნობის საშუალება ქონოდა. ერთგვარი პლატფორმა შეუწყოთ ხელი ამ პლატფორმის ჩამოყალიბებას ადამიანური ურთიერთობების გაღრმავების, დაახლოების და ამიტომ თქვენს კითხვაზე თან რატომ ვერ გეთანხმებოდით? ეს იყო ჩვენ ვიყავით ამის საწყისი ბიძგის მიმცემი, შემდგომის ადამიანური ურთიერთობები და ემოციები, რომელიც უკვე ავტომატურად თავისთავად ვითარდება. პირველი ბიძგია მთავარი ყველაფერში, ცხოვრებაში და ამ მიმართულებითაც. შემდგომ თავისთავად ყალიბდება ეს ყველა. მე როგორ მიყვება და მიყვება. ჩვენც არ ვტოვებთ ამას მიყოლას და მიყოლას შორის მიყოლას ვაგრძელებთ და თუ გნებოთ დავაზრებ აი ცოტა ბიზნესკენას რო გადავხვით როგორ ვაკეთებ ჩვენ როდესაც ერთმანეთს შევხვდით ოთახში რო შემოვიდით მე ერთი რამ გითხარით კლიენტთან დაკავშირებით ხო კარგად დაიმახსოვროთ თქო ჩვენ არც ერთ მომხმარებელს კლიენტს არ ვეძახით თვითონly ჩვენი მომხმარებელი არის ჩვენი პარტნიორი და პარტნიორობა არ გამოიხატება მხოლოდ იმაში ერთჯერადი გარიგება დავდეთ მათთან ჩვენ ასეთი მოდელი გვაქვს ბიზნესის როდესაც ისინი ჩვენთან შეიძენენ სასტუმროს ნომერს თუ სასტუმროს ტიპის აპარტ-ჰოტელის ნომერს ჩვენ შემდგომ მათ ვეხმარებით მართვაში მართლა პარტნიორებად ვყალიბთ აი ფინანსური კუთხითაც პარტნიორები ვხდებით და ასევე მართლაც ნამდვილად მათი გასაჭირი მათი ბიზნეს მოლოდინებით ჩვენი საზრუნავი ხდება ყოველდღიური და ჩვენთვის ისინი პარტნიორები არიან მე არ ვიცი როგორ ბევრი თანხები ხარჯება მარკეტინგში ან ბიზნესში ყველას თავისი სტრატეგია აქვს მაგრამ ძალიან ვაფასებ თითოეულ ჩვენ სეილს მენეჯერს რომელიც ჩვენს კომპანიაში მუშაობს აქედან სარგებლობს ჩვენ ხედავთ თითოეულ მათგან ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები მაგრამ ამასთანავე ჩვენთვის თითოეულის პარტნიორი რომელსაც ჩვენ კლიენტს არ ვეძახით ჩვენთვის უფრო მაღალფასეული გაყიდვების მენეჯერია ბჭყალებში ვიდრე ის თითოეული თანაშრომელი რომელიც იმიტომ რომ ის მაინც მისი ყოველდღიური საქმიანობა მაინც უნდა განახორციელოს მაგრამ თქვენ გინახავთ ეს კმაყოფილი მომხმარებელი როდესაც განმეორებით უკან გიბრუნდება ან თავისი ძმა ახლობელი მეგობარი მოყავს ეს ხო ჩვენთვის გაცილებით უფრო ფასეული რეკომენდაციებით და ეს ერთგვარი კლასიკაც არის ჩემი ამაში არაფერ სიახლე და ჩემი ნაზრევი არ არის მარკეტინგში რაც არ უნდა ბევრი თანხა დავხარჯოთ რაც არ უნდა ბევრი სხვადასხვა სტრატეგია ვცადოთ ყველაფერი ისიც მაინც ბოლოს რაზე დადის საუკეთესო რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელი აი ბოლოს ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ეს ჩვენ ბოლოდან დავიწყეთ საუკეთესო რეკლამა ჩვენ დავისახეთ მიზნად რომ ყოფილიყო კმაყოფილი მომხმარებელი რომელიც როგორც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ სიამაყით და ამიტომ და არა იმიტომ რომ ვიმეორეთ პარტნიორებად ვიქეცით ერთმანეთისთვის ძალიან საინტერესო ასე ვთქვით დეტალებს შევეხეთ და ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ მოკლედ რამ ძალიან ბევრწლიანი ამ მიმართულებით და ძალიან ბევრი თუმცა ბევრწლიანი ყოველთვის დიდს არნიშნავს ჩვენ შემთხვევაში გავგიმართა რომ დიდსაც ნიშნავს მაგრამ ხო ნუ ამ შემთხვევით მოდი დიდი გამოცდილებიდან შევხედოთ ამ კითხვას გულისხმობ იმას რომ ძალიან ბევრი სტუდენტი თუ ახალგაზრდა უყურებს ჩვენ პოდკასტს და მათთვის ძალიან ღირებულია ის რჩევები რასაც ჩვენ აქედან მივცემთ იმ ადამიანებს იმ გამოცდილებას გაუზიარებთ, რასაც წლები დაგჭირდა თქვენ რომ მაგალითად დაგეგროვებინათ. ძალიან საინტერესოა თქვენი რჩევები, თუნდაც ნეტვორკინგის კუთხით, აი ეს ურთიერთობები, რაზეც საუბრობთ, როგორ იქმნება ეს ურთიერთობები, რა შეიძლება გაითვალისწინონ ამ ადამიანებმა თავიანთი კარიერის განმავლობაში. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მე უბრალოდ ცირედი დავაკორექტირებდი ამ ნათქვამს მე ზოგადად არ მიყვას აი არჩევებს მიცემდი რაღაც ექსპერტულ დასკვნებს მე უბრალოდ თქვენ როგორც გითხრით იმას გავაგრძელებ რომ ჩვენი გამოცდილების შესახებ შემიძლია ვესაუბრო ვისთვისაც სასარგებლო იქნება ეს რჩევა ძალიან გაგვიხარდება უბრალოდ არ მინდა რომ ჩვენ მხრიდან რაღაცა ძალიან ხმამაღლა გამოჩნდეს რომ აი ჩვენ რაღაც რჩევებს ვარგებთ ამ მიმართულებით უბრალოდ ჩვენ რა გამოსვლად დაგვიგროვდა და რაღაცაც თulit რომ ფათაშორის როდესაც ვამბობთ რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მუდმივად პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე ეს გულისხმობს მათ შორის შეცდომების გათვალისწინებასაც და საკუთარ შეცდომების აღიარებას, შდროულად დანახვას, მის დროულად გამოსწოროთ. ამასაც ერთგვარი სიმამაცე გამბედაობა ჭირდება და ეს იოლი ნამდვილად არ არის დროული რეაგირება საკუთარ თავში ნაკლოვანებების, ხშირად არ არის აუცილებელი, მაინც შეცდომა იყოს რაღაც ნაკლოვანებების დროულად აღმოჩენა და მისი გამოსწორება. რაც შეეხება ჩვენ პრიორიტეტებს ესე ვთქვა და გამოცდილებას რომელიც შემიძლია თქვენ გაგიზიაროთ და როგორც ვთქვით ვისთვის შეიძლება სასარგებლო რჩევა აღმოჩნდეს აი ბიზნესს როდესაც გეგმავთ თქვენ როგორ წარმოგიდგენთ აი გრძელვადიანად ვამბობთ ესეთ ხო ძალიან ბუნებრივი პროცესია საფინანსო გუნდთან ერთად ხდებით და ვამბობთ რომ რომელ ვალუტაში დავგეგმოთ აი ესა თუ ის ბიზნეს გარიგება იმიტომ რომ ამას სხვადასხვა ფაქტორები აქვს ხო გრძელვადიანად უნდა იმუშაოს მრავალწლიან წვლილში რა რყევები შეიძლება იყოს დოლარი ევრო და სხვადასხვა უცხოური ვალუტა მაგრამ ჩვენ მივედით ყველაზე მთავარ დასკვნაზე, რომ ყველაზე მთავარი და ღირებული ვალუტა თუნდაც ბიზნესში არის რეპუტაცია. ნდობა, ურთიერთობა, ეს ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი გამოცდილება. ჩვენთვის მთავარი საყრდენი ვალუტა ეს არის, რომელსაც
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი ინფლაცია არ ემუქრება, არანაირი გაუფასურება არ ემუქრება და არანაირი შოკები ეკონომიკური გარე ფაქტორისგან გამომდინარე არ ემუქრება. კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის თქვენი აზრი. და შეიძლება კიდევ ერთი დავამატოთ, რომ ვინც ბიზნესის კეთებას აპირებს და რაღაც ინვესტიციებს ითulis, ინვესტიციების განხორციელებასაც შემდეგი რამ გვაქვს, ხო? ვეძებთ ისეთ სფეროს, სადაც ყველაზე მაღალი უკუგება და ისეთ ინვესტიციები განვახორციელოთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ადამიანებში განხორციელებული ინვესტიცია არის ყველაზე მაღალი უკუგებით, რაც ხასიათდება, უპირობოდ მომგების მომტანია და აი რაღაც ძალიან ცირედი რაღაცა ისეთ ფაქტორები შეიძლება მოქმედებს, რომელმაც წამგებიანი შეიძლება ეს გახადოს. მაგრამ ამაზეც ალბათ გავშლით და გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რა ვსკოლს ამ ყველაფერშიასაც შრომა ჭირდება და ეს არ არის ერთჯერადი ინვესტიცია ადამიანის. დიახ, თუმცა ამაზეც ჩემი მოსაზრება მაქვს, რომელსაც გაგიზიარებთ ასევე მოგწადეთ. კი ბატონო, ანუ მე ხა რა კითხვასაც ვცვალდი, უფრო დღევანდელ დღეს ეხებოდა და შეგვიძლია მაგას გადავაბათ პრინციპში. თქვენი მოლოდინი რა არის დღევანდელი ღონისძიებიდან გამომდინარე და როგორ ასე ვთქვათ იყენებთ ამ networking-ს დღეს და დიახ, როგორც საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ, ჩვენი შეგინებული არჩევანი იყო ამ ღონისძიებაზე არა მხოლოდ მონაწილეობა, არამედ იმ სტატუსით, გენერალური პარტნიორის სტატუსის ყოფნა, როგორც დღეს ვიმყოფებით. ალბათ networking-ი პირველად ასოციაცია თავში ყველას რაც მოუგდის, არის რომ საქმიანი ბიზნეს თუ სავიზიტო ბარათების გასვლა როგორც ვეძახით, ეს უნდა გავცვალოთ, თუმცა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ალბათ ამასაც ნაკლებად ვაკეთებთ, QR კოდებით ვაწერინებთ ერთმანეთს საკუთარ საკონტაქტოს ხო ტელეფონის რას გადავუღებთ და ვამბობთ რომ აი ჩემი საკონტაქტები გაიზიარ. ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ ყველაზე მთავარი დაგრძელვადიანი ადამიანური ურთიერთობები ზუსტად მაშინ იწყება და ყალიბდება, როდესაც მხოლოდ ბიზნესზე არ ვფიქრობთ. ჩვენთვის რა არის ეს ღონისძიება? ჩვენთვის ეს ღონისძიება მხოლოდ ბიზნესის კუთხით დანახული არ არის. ჩვენ აქ არ ვეძებთ მხოლოდ უშუალოდ ბიზნეს პარტნიორებს. ჩვენ აქ პიროვნულ ახალ ადამიანურ ურთიერთობებს ვაღვივებთ, ვეძებთ და მე მგონია რომ ეს ის არის, რომელსაც როდესაც სწორად ყალიბდება, ცვლილება ნაკლებად ეხება. აი შეიძლება არქიტექტურული პროექტი რაღაც გარეგნულად დროთა განმავლობაში მოძველდეს. შეიძლება ბიზნესის მიმართულება თუ არ შევიცვალოთ, სხვა მიმართულებით გადავერთოთ და პარალელურად ვაწარმოოთ რაღაც ჰოლდინგური ბიზნესების ხო გვაქვს? ვიღაცას ენერგეტიკის სფეროსთან ერთად პარალელურად სარესტორნო მიმართულებაც აქვს და ასე შემდეგ. აი ეს მიმართულებები შეიძლება შეიცვალოს, როგორც გითხარით, მე როგორც დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელი ალბათ ასოციაციები არქიტექტურას ამიჩნდება, რა დიზაინის კუთხით ტრენდი შეიცვალოს, მაგრამ ეს ხო უცვლელი და მარადიული ეს ურთიერთობები და ეს არის ალბათ სწორი ზუსტად ის ფოკუსირება. რა თქმა უნდა, პარალელურად ბიზნეს ინტერესებიც, მაგრამ თავარი ეს არის. მე მაინც ასე ვუყურებ, რომ საკუთარი თავით რო შევატრიალოთ როლები. როდესაც ურთიერთობას ვიწყებთ როგორ არის? ყველას გაგვიცდია ხო, როდეს როგორ მე რისთვის ცდილობს ადამიანს ჩვენთან კომუნიკაციაში შემოსვლას. ქართული კარგი სიტყვას გამორჩენის მიზნით თუ თვითონაც რაღაცას მთავაზობს. თუ ჩვენ ასე მიუდგებით და მე ას ფიქრობს არაბათ ყველა სწორი. მე რა სარგებლის მოტანა თქვენ შემიძლია, მე რა შემიძლია თქვენ გაგიზიაროთ. შემდეგ მე ორი მხრივ ხდება, თქვენ ჩემს გულწრფელობაში ეწვი აღარ გეპარებათ და ამას დრო დაგვანახებს, გვაჩვენებს, რამდენად ურთიერთ სასარგებლო და კარგი გაგებით სასარგებლო და არა გამორჩენს რაღაც უბრალოდ პირდაპირ მნიშვნელობით ხეირის მომტანი, კარგი ქართული სიტყვა გვაქვს. აი, როდესაც ამას ვაყალიბებთ, მე შემდგომ ძალიან ხანგრძლივი და სწორი ურთიერთობები ყალიბდება ადამიანთან. აი, ჩემი კიდევ თქვენს კითხვას უფრო ზუსტად უპასუხოთ, არ მიუდგეთ როგორც მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობებს. ზოგჯერ უბრალოდ პიროვნული ურთიერთობები უფრო მეტია, იმიტომ რომ ჩვენს პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში თუ ეს მე ხელს შემიწყობს, როგორც გახსენებთ, ჩემი ჯაჭვური რეაქცია. შემდგომ ჩემი ბიზნესსაც კარგი იქნება. სულ რომ იქ მივიდეთ პრაგმატულად, აი ჩემი პიროვნული ზრდა თუ ჩემი ბიზნესთვის კარგი იქნება, შეიძლება პირდაპირ ბენეფიტი რაღაც არქიტექტურული პროექტში არ მქონდეს, მაგრამ აი ეს ბენეფიტი რომელიც გამბზობითია. და მე ძალიან ხშირად გამიგია მაგალითად ეგეთი ფრაზები, რომ პირადი ურთიერთობები ითარგმნა საქმეში. აი რაღაცა ეგეთი გრადაცია, რომ შეიძლება ჩვენ დღევანდელ ღონისძიებაზე networking Georgias ასე ვთქვათ, გავიცნო ბევრი ადამიანი, დავმეგობრდეთ და ეს იყოს მხოლოდ მეგობრობა და არა ბიზნესი, გულისხმობ. ანუ შეიძლება ჩვენი კომპანიები ვერ გადაიკვეთოს, მაგრამ ჩვენ მქონდეს რამოდენიმე წლიანი ურთიერთობა, მეგობრობა, მაგრამ შემდეგ საერთოდ სხვა სფეროში წამოწყებული საქმით გადავიკვეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს მეგობრობა
გქონდეს, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდად, როგორ შეიძლება ქართულად თქვა, სულ მოვიწყდება ეს ქართული სიტყვები და სულ მეუბნებიან ხოლმე პოდკასტის კომენტარებში, რომ ამდენ უცხო სიტყვას რატო იფიქრე, ქართული შესატყვისი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ქართული შესატყვისები, მეგობრებო და ვაფასებთ, მაგრამ ჩვენ ისეთ ინდუსტრიაში მოღვაწეობთ, აი განსაკუთრებით მარკეტინგის მიმართულებით, რომ იმდენი ბარბარიზმია, რომ ფიზიკურად გვიჭირს ხოლმე, როცა ესე ცოცხალი კომუნიკაცია, რაღაცა ქართული სიტყვა შემოვიტანოთ ხოლმე და ამისთვის ბოდის ყოველ ხშირად ვიხდი და ეხაც მოვიხედი. ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან, აი ესეთი თქვენ რაღაც კუთხით შეეხეთ ამ საკითხს, მაგრამ მინდა ისე არ მინდა ჭკუის სწავლებასავით გამოგვივიდეს ჩვენი მსმენელისთვის, მაგრამ არსებობს რაღაცნაირი წითელი ხაზები, ესე ვთქვათ, red flag-ებს რო ეძახიან დღეს, რაც თითქოს ბიზნესშიც შეიძლება აი ყოფილა და დარწმუნებული თქვენ ძალიან ბევრჯერ გქონიათ შეხვედრა, რაღაც შეხვდებით კომპანიას, რომელსაც რაღაცა ისეთი გაუჟღერებია, რაღაც ისეთი უთქვამს, რომ თითქოს რაღაც განწყობა შეგიცვალათ, რაღაცა ხედვა და წარმოდგენა შეგიქმნათ იმ ფრაზამ, ამ კომპანიაზე, ამ ადამიანზე, ხო? აი რა არის თქვენი დაკვირვებით ის რაღაცა ხაზები, რაც ალბათ არ უნდა შეგეშალოს, რომ აი მაგალითად ჩვენმა რამოდენიმე რესპონდენტმა ახსენა, რომ პირადი სივრცე არ უნდა დამირღვიო, როცა არ ვიცნობთ ერთმანეთს და ზავად ზედმეტად ახლოს არ უნდა დამიდგე, როცა მესაუბრები და რაღაც, ანუ ყველა ადამიანი თავისებურია, ხო? და ბიზნესაც ახასიათებს ეგ რაღაც. ეგ ბიზნესი ხო ჩვეულებრივი ადამიანური ორგანიზმია, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ ბრენდზე როცა ვსაუბრობ და მანდაც მეორდება, მოკლედ აი ეს გრძნობებით, აი თქვენ რას გამოყოფდით აი ესე რაღაც წითელ ხაზებს რას დავარქვით? ძალიან ისეთი ფილოსოფიური კითხვა თან სწორად მოიფიქრეთ, მითხარით რომ ეს ბოლო კითხვაა, რომ აი ფიქრად რომ გავიყოლოთ ხო? შინაგანად როგორც არ უნდა რებრენდინგი მოვიფიქროთ, როგორც არ უნდა ტრანსფორმირდეთ. ჩვენ ჯერ ვართ ის, როგორ ვექცევით ადამიანები ერთმანეთს თვითონ შეგნით კომპანიაში. ერთ ძალიან ცნობილი ამბავია გახმაურებული კომპანიების დასახელებასგან თავ შევიკავებთ, როდესაც ბიზნეს მოლაპარაკება იყო, ძალიან ალბათ საინტერესო სახალისო ისტორიაც არის, სახალისო ალბათ იმებს არა ვიცი, ეს დამთავრდა ცუდად. ბიზნეს გარიგება მივიდა წარმატებით, შეთანხმდნენ, ხელი ჩამოართვეს და უთხრეს, რომ ლანჩის შემდგომ ექნებოდათ ხელმოწერა საზეიმო კონტრაქტი. ლანჩის შემდეგ დაბრუნდნენ და უარი განაცხადეს ხელმოწერაზე მეორე მხარემ, რაც სრული შოკი იყო. და მიზეზი ბოლოს კითხეს იქნებ რა არის რომ აგვიხსნათ. აღმოჩნდა რომ ეს პარტნიორები, რომელიც ერთ მხარეს წარმოადგენდნენ და შესვენისა ერთმა მეორეს თხოვა სანთებლა მოეკიდებინა სიგარეტს და ამ ხელი აუქნია და უთხრა რომ ესეთი ხო პასუხი თქვენ ერთმანეთს როგორ ცემთ პატივს და ჩვენ როგორ შეიძლება გზელოდანად პარტნიორობაში ერთმანეთს ვენდოთ. თქვენ რაც მკითხეთ რომ აი რა ყოფილა ეს red flag. თვითონ როგორც ცემენ ერთმანეთს პარტნიორები, თვითონ მათი დამოკიდებლად ჩემს მიმართ პარტნიორულად თუ ისევ სიტყვა უნდა მოვიშვილო გამორჩენაზეა ორიენტირებული. თქვენ ამდენჯერ გინახავთ, რომ ერთი უბრალო შეხვედრა 10 პრეზენტაციაზე უკეთესია. აი შეიძლება 10 პრეზენტაცია რაღაცამ გაჩვენოს, ან ძალიან კარგად და სწორად შედგენილი კონტრაქტი ავიღოთ და ერთი ადამიანური უბრალო შეხვედრა ამ ყველაფერს აღიმატებოდეს. სწორს გულისხმობ და არა მე არ ვამბობ, რომ ბიზნესი მხოლოდ ბრმანდობაზე დავაფუძნოთ, ბიზნესს უყვარს თავისი ეტიკეტი აქვს, ბიზნესს უყვარს თავისი წესები აქვს, გამართული კონტრაქტები, შეთანხმებული თამაშის წესები, ამას არ უარყოთ, მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ, ზუსტად ეს არის ალბათ ის red flag-ები ატივისება საკუთარი თანამშრომლობის მიმართ. ჩვენ ნეტვორკინგზე როცა ვსაუბრობთ, რატომაც ხშირად ამას ვფიქრობთ, ხო, აი, სხვა უცხო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. ნეტვორკინგი ჩემთვის საკუთარი თანამშრომლთან სწორი კომუნიკაცია, საკუთარი თანამშრომლის უკეთესად გასვლა. ნეტვორკინგი რა არის? ჩვენ რაღაც ადამიანებს, რომელსაც დღეს გავიცნობთ, მათთან ურთიერთობის გაღრმავებას ვიწყებთ, უკეთესად გასვლას ალბათ და ამ დროს რომ დავფიქრდათ გულწრფელები ვიყოთ. საკუთარ თანამშრომლებს ვიცნობთ კარგად. ჩვენ ზუსტად ვიცით ის საჭიროებები, რაც ჩვენ გვაქვს. მე მგონია რომ ეს არის ზუსტად წარმატების ის ფორმულას და გასაღებიც, რაზეც შეიძლება გავიცოთ, ჩემთვის ალბათ red flag-ი რომ შემოვატრევოთ სარკესეურად მათი მხრიდან წამოსული ეს არის. თვითონ როგორ იქცევიან საკუთარ კომპანიაში და შემდგომ როგორ შეიძლება მე მათ მიმართ ნდობა მქონდეს. ძალიან საინტერესო დეტალი აღნიშნეთ შიდა სტრუქტურულ ნაწილთან, იმიტომ რომ ხშირია ესე რომ საკუთარ თანამშრომლებს არ ვიცნობთ ხანდახან ახლოს და ვცდილობთ რომ რაღაცა სხვაგან ვეძებოთ რაღაცა კიდევ ახალი კონტაქტები. არ ვიცი, აი შეიძლება რაღაც ისეთი ბანალურად ვედა სლოგანი თუ დავიწყოთ საკუთარი თანამშრომლის გაცნობა სანამ გარე ნეტვორკინგის დავიწყეთ. შორის ძალიან კარგი სლოგანიც გამოვიდა. არა, მოკლედ სლოგანს ვერდა უბრალოდ ხმურობიათ მაგითო წყალებში გაჩვენეთ. ძალიან საინტერესო დეტალი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით სხვათა შორის ჩვენი თანამშრომლები ფართოდ არიან წარმოდგენილი დღეს ერთ-ერთი ჩანაფიქრი ჩვენთვის ესეც გახდათ რომ
მოდი ჩვენი თანამშრომლებიც იყვნენ წარმოდგენილი არც თუ შეზღუდული რაოდენობით. ძალიან მისასალმებელი და კარგი ამბავია ეგ. არ ვიცი, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. მე იმედი მაქვს მაყურებლისთვისაც დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო გამოვიდა. მე მინდა რომ შევაჯამო ჩვენი ასე ვთქვათ პოდკასტი პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უთხრა ზოგადად ამ სივრცეს, სადაც ვიმყოფებით, ვართ წინანდალში, დღეს მიმდინარეობს Networking Georgia's ღონისძიება, სადაც უამრავი საინტერესო ადამიანი იყრის თავს და მადლობა თქვენ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ჩვენ დაგემშვიდობებით მეგობრებო და დროებით გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, სადაც კი შეგხვდებათ. აბა დროებით. მადლობა ექსპრომტისთვის. მადლობა ასე.